კაცმა იფელის კოშკი უბრალოდ ადგა და გაყიდა. მე მინებდი მასწავლებელი ვარ, მეტი საინტერესო ვიდეოსთვის გამოიწერე ჩემი არხი. ისტორიაში ისეთი თაღლითობები არსებობს, ჰოლივუდის ფილმებსაც კი შეშურდებათ. მოდი გაგაცნობ სამს და ამ ყველაფერში დარწმუნდები. 1925 წელს კაცმა სახელად ვიქტორ ლუსტიგმა ეიფელის კოშკი გაყიდა, თანაც ორჯერ. მან დააჯერა ჯარჯის ბიზნესმენები, რომ მთავრობა კოშკის დაშლას გეგმავდა და ლითონი მილიონებად მიჰყიდა. 1821 წელს გრეგორ მაკგრეგორმა ბრიტანელებს კი მიჰყიდა მიწები ქვეყანაში, რომელსაც პოიასი ერქვა. მას რუკაც კი ჰქონდა. პრობლემა ის იყო, რომ ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობდა. ხალხმა ოქრო გადაიხადა არარსებულ რუკებში და არარსებულ მიწებში. და მესამე, მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანულმა დაზვერვამ ჰიტლერი მკვდარი ადამიანით მოატყუა. მათ უსახკარო სხედარს ოფიცრის ფორმა ჩააცვეს, ჯიბეში ყალბი საიდუმლო გეგმები ჩაუდეს და ესპანეთის სანაპიროზე გამორიყეს. ჰიტლერმა დაიჯერა და ჯარები სხვაგან გადაისროლა. შენ რომელ ტყუილს დაიჯერებდი ამ სამიდან დამიწერე კომენტარებში და ასევე მონიშნე მეგობარი, რომელიც ყველა ტყუილს იჯერებს, რაც არ უნდა უთხრა მას. მეტი საინტერესო კონტენტისთვის გამოიწერე ჩემი არხი.